ქრისტიანები და ალბათ რომ გაიხსნა საშუალებათა და დღეს შეგვიძლია სინამდვილით დავიმკვიდროთ 60 ეს არის მთავარი დღევანდელი დღე არის მიცვალებულთა ხსენება საერთოდ ყოველი შაბათი მიცვალებულთა ხსენება მოგეხსენებათ და შაბათ დღეს განსაკუთრებით ელჩულობს და ეკლესია მიცვალებულთათვის თუმცა წირვაზე ყოველ წირვაზე თქვენ მოგეხსენებათ რომ კვეთაში ცოცხლებთან ერთად აღესრულება მიცვალებულთა მოსახსენებელი ასე რომ დედა ეკლესია ყოველ დღე ლოცულობს მხურვალედ ცოცხალთათვის და მიცვალებულთათვის და საერთოდ ეკლესია ლოცულობს ცოდვათა ახოცვითას, სადაც ცოდვათა პატიებისათვის ცოცხალთა და ცვალებისა და სასუფეველში ხსენებისათვის მიცვალებულთა. დღევანდელი სახარება, საოცარი სახარება არის მიცვალებულთა სახარება, ხშირად გვისმენიათ და ეს სახარება, ლუკას სახარება, რომელიც ახლა წავიკითხეთ, ესაც რამდენჯერმე არის ხოლმე, წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ და ვინდა კიდევ ერთხელ ვაგიმახვილოთ ყურადღება, აქ არის საუბარი ასის თავის მონაზე, რომელმაც საჩქონდა რამხელა სარწმუნოება ასის თავს, რომ მას თქვა, რომ უფალო არა ვარ ღირსი, სართულსა სახსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე. არ შეიძლება სახსა ჩემისასა შემოხვიდე, არ შეიძლება შანაკ მოხვიდე, შემხოლოდ სიტყვით ბრძანე და განიკურნე მონაჩენი და უფალი განკვირდა და უფალმა თქვა, რომ თელს ქვეყნიერებაზე ასეთი სარწმუნო მომერ პოლონე და მონაიგი ნახეს ცოცხალი შემდეგ. ახეთ რა ხდება საოცარი რწმენა რომ ადამიანი ელედრება განკურნებას მონისათვისისა, მაგრამ შემდეგ ამისა იმას, როდესაც უფალი ინებებს რომ მივიდეს მასთან, ის ეტყვის რომ არა უფალო, მე არა ვარ ღირსი შენ ჩემთან მოხვიდე, მხოლოდ სიტყვით ბრძანე, რადგანაც მეც მაქვს ხელმწიფება ადამიანებზე, ვეთქვი წარვეთ და წარვალს, ვეთქვი მოვეთ და მოვალს და რასაც ვეთქვი ისინი ასრულებენ და შენც მხოლოდ ბრძანე და ეს შესრულდება. ეს არის საოცარი რწმენა, როდესაც შენ განიცდი უფლის მყოფობას, ამ შემთხვევაში ღმერთმა ამ ადამიანში დაინახა უდიდესი ძალა ღვთისმსახურებისადმი. გავიხსენოთ წმინდა დავით გარეჯელი, რომელიც იერუსალიმში ჩაბრძანდა და ვერ შეგედა წმინდა ქალაქში შესვლა, უკან წამოვიდა და ქვანი წამოაბრძანა და შემდეგ დაადევნა სამღვდელოებამ კაცი რომ დაგვიბრუნე ეგ მადლი. მოხონდაც წმინდა მოვა, რადგან მათ ჰქონდათ ხილვა რომ იყო კაცი, იყო ბერი, რომელმაც წააბრძანა მადლი ამ საქმისათვის. ეს არის უდიდესი თავდაბლობა, მე არა ვარ ღირსი, ღმერთო შენ ჩემთან იყო, არამედ მხოლოდ ბრძანე და ყველაფერი აღესრულება. ღმერთმა მოგცეს ასეთი სარწმუნოება, მე წინაგდირასაც მოგახსენე, გონი იმის წინას რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვართ უსასრულ მდგომარეობაში. ეს სახარება შემთხვევით არ არის ამორჩეული დედა ეკლესიის მიერ მიცვალებულთა ხსენების დღეს. ეს სახარება კიდევ ერთხელ გვანუგეშებს ჩვენ და ჭირს უფალს აძლევს ნუგეშს რომ სთხოვ ღმერთს, ნუშიშობ, ღმერთი არის მრავალმოწყალე. ჩვენ ძალიან ხშირად უსასრულობის გამო ვარდებით საშინელ დარჩი, საშინელ სევდაში, საშინელ უსასრულობაში, ჩვენი მიცვალებულების სულების სამყოფელთან მიმართებაში ჩვენ ვშიშობთ, რომ აი თუ ღმერთმა არ შეიცვალოს, აი თუ ღმერთმა არ შეისმინა ჩვენი, აიმე რა ხდება იმ ქვეყანაზე და ჩვენი მწუხარება არის ხოლმე აბსოლუტურად უღმერთო, რომელიც საშინლად აწუხებს და საშინლად ავნებს განსვენებული სულს. ეს სახარება, რომ მხოლოდ სიტყვით ბრძანე და მეც არაფერს ვითხოვ შენგან, ეს აღსრულდება ვასწავლის, რომ ჩვენი სათხოვარი შეისმინება უფლის მიერ, რომ აი ასეთი უნდა იყოს ჩვენი რწმენა, ჩვენ ვითხოვთ ყოველ დღე, ჩვენ ვითხოვთ ყოველ წამს, ყოველ წუთს, მაგრამ ღმერთს რომ სთხოვ და დაელოდო ის მოწყალებას, ადრეც გითხარით, რომ წარმოიდგინეთ ხელმწიფესთან მიხვიდა და ერთ და იგივე სათხოვარი 100-ჯერ აახლო, 1000-ჯერ აახლო, რა მოხდება? ხელმწიფე გეტყვის კაცო, გავიგონე შენი სათხოვარი აღარ მინდა ამდენი. ღმერთს უნდა უთხრა და დაელოდო. აი ეს სახარება პირდაპირ გვეუბნება, რომ გწამდეს შენ, რომ სიტყვითაც კი შეისმინა აღესრულება და ასეთი უსასრულობა, ой, მოყვასო, ой, ქრისტიანო, არ შეიძლება, რომ შენ მიცვალებულისთვის ლოცვა შესმენილი იქნება ღმერთმა ისედაც იცის ეს ძახები, ლოცვას ისევ ჩვენთვის ითხოვს
ჩვენ გავღრმავდეთ სულიერი თვალსაზრისით ღმერთში, თორემ ვიდრე ჩვენ ვითხოვთ ჩვენი განსვენებულების ცხოვრებას თუ ცოცხალთა ბედნიერებას, ღმერთმა უკვე იცის ეს, მაგრამ ჩვენგან ისეთ რატომ არის შექმნილი თხოვნა, ძეგანას ითხარით, ჩვენ უნდა გავღრმავდეთ ღმერთში და შევიდეთ ღმერთში, რომ ღმერთი შევიდეს ჩვენში. ეს რა თქმა უნდა რთული პროცესი, ამას უწოდეს ხშირად სინერგიას უწოდებს ხოლმე. აი სინერგიული პროცესის მიმანიშნებელია თავდადე სახარება ბრძანა და მხოლოდ ბრძანება სიტყვით ხმას კი საკმარისია რა ვარ ისი ჩემს საოცარ შემოქმედება. ეს არის საოცარი თავდაბლობა, ეს არის საოცარი წმინდა და საოცარი იმედი. გადავთ ეს არ არის რომ მოთარავებს დარწმენეს, ეს არის ის რომელმაც ღმერთს უთხრა რომ ეს არა ჩემთან იყო მარტო ბრძანა ეც არაფერს და ყველაფერი კარგად იქნება. მოდი აი ეს წმენა ვეძებო ჩვენში და ჩვენი მიცვალებულები აუცილებლად გაიხარებენ იქ ყველაზე უხართ უნუგეშონი თქვენს თავებში ხშირად ჩანს საშინელი უსასოობა, საშინელი ტანჯვა, საშინელი უნუგეშონა გახსოვდეთ რომ მიცვალებულები ყოველწლიურად მოხსენებულნი არიან და მათ უხარიათ ეს ხსენება და ამწუხრებთ თქვენი განზომელი მწუხარება. პატრიარქის კითხვა წერს რომ არ შეიძლება ეს განუზომელი გლოვა, მრავალწლიანი გლოვასაც თავისი პერიოდი აქვს 40 დღე მაქსიმუმ 1 წელი. მე უნდა დამთავრდეს გლოვა და უფრო მეცაც გეტყვით გლოვი არა დებმა თუ მეუღლებმა თუ შვილებმა უნდა განიმოსონ ძაძა. არ შეიძლება ძაძების დარება 1 წლის შემდეგ. ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევის შესრულება არის საწყალებელი ადამიანისთვის. ეს არის ეკლესიის ლოცვა-კურთხევა. ამიტომ დაიხსენოთ და მუდმივი ძაძის დარება ეს ნიშნავს გლოვას და უსასოობას და თვას იმისას რომ ერთი არ არის. ამიტომ კარგად დაიხსენოთ ვისაც ეს გიჭირთ შევიდეთ ღიაბეთ მაინც ეს სამოსელში. ამით გამოხატავთ ორჩილებას და თქვენი დასვენებულები მეთმეები ერთმანეთს ცოლებები ერთმანეთს საშუალება დაუბრუნდათ ხშირად მოიხსენოთ არ მოგიყვეთ ვინც კი გაგახსენებთ რა ჩაწერეთ აქ სამგვარელოს სულისკვეთზე და სხვაებსა სულ ადამიანზე ადამიანზე არასოდეს არ მოგიყვეთ ბევრი ხომარს არ არის ჩვენ იმიტომ მართად რომ ის ტრაპეზზე მიტანოთ ადამიანთა სახელები მიტანოთ და უთხრათ რომ მოიხსენეთ ამიტომ ყოველთვის ჩაწერეთ ყველა ჩაგახსენდება თუ მოჟონილი იქნება თუ აღსავით გაცნობი რომიცით რომ მონათლული რომიცით ქრისტიანია და რომიცით რომ განსხვავებულია ყველა მოიხსენოთ და ვისაც თქვენ მოიხსენოთ მერე გარდაცვალების შემდეგ ყველა მიკეთვიან უფალს აი ჩვენი მოხსენებელი ღმერთო უფალო მოიხსენეთ. თქვენ რომ მოიხსენეთ მოხსენებელს შეძეთ მოიხსენეთ და მოიხსენებელ ღმერთმა მოხსენეთ ძალა. იქაც არის სულიერი თისა სადაც თქვენს მიერ გაკეთებული სიკეთეები მიცვალებულთათვის შხრიანებს და როცა გარდაიცვლებით ადამიანებს გარდაიცვლებით იქ ეს ყველაფერი წარმოსდინდება როგორც ჩვენი სულიერიავლადიდება. ერთ-ერთი სულიერიავლადიდების ფორმა არის აი ეს წირვაზე მოხსენება განსვენებულებისა, პანაშიში მოხსენება განსვენებულებისა და განსვენებულთათვის მოწყალების გაცემა. პირველი არის კვეთაში მოხსენება, მეორე არის პანაშვიდი, მესამე არის მათთვის მოწყალების გაცემა. ღმერთმა მოგცეთ ეს ძალა და ჩვენი მიცვალებულებისათვის ზრუნვა, ისევე ჩვენი სულებისათვის ზრუნვა. ღმერთმა გავიგოთ და ღმერთმა აცვალოს ჩვენი მიცვალებულები. ამინ და ამინ. დღეს არის დიდი მეფეების დაბადების დღე და აცვალოს ჩვენი დიდი მეფე, რომელიც თავდადებული სამშობლოსათვის და რომელსაც იმდენივე ჭრილობა ჰქონდა ტანზე, რამდენი წლისაც გრძანდებოდა და გარდაიცვალა. ღმერთმა აცვალოს მეფე რეგრე მეორე და ყველა განსვენებული ჩვენი დიდი მეფეები, პატრიარქები, მთავრები, ჩვენი მეფე-დედოფლები, ჩვენი დიდი წინაპრები და ჩვენს მიერ მოხსენებული ყველა გარდაცვლილი პაპანი